პლასტიკის მავნე ზემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 612 მილიონი ერთეული ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქა, თავსახურის საკვების კონტეინერი, დანა, ჩანგალი, კოუზი, ეგრეთ წოდებული საწრუპი, თეფში და სასმლის მოსარევი მოიხმარება. ეს პრობლემა საქართველოში ისევე როგორც მთელს მსოფლიოში ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. Ქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან და ვისაუბრეთ ზოგადად პლასტიკის საკითხებთან დაკავშირებით მის გარემოში მოხვედრის ალბათობებზე და როგორ ავიცილოთ, თუნდაც როგორ შემცირდეს ის რაოდენობები და რამდენად არის ეს მათთვის საერთოდ საინტერესო და რამდენად გქონდათ საერთოდ ინფორმაცია ზოგადად პლასტიკის მავნებლობაზე, ერთჯერადი პლასტიკის მავნებლობაზე და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო იყო მათი მხრიდან თუნდაც ის ფიდბექი, რომ დაინტერესდნენ, რომ როგორ ხდება ეს თუნდაც, რომ რამე ალტერნატივას თუ შემოგთავაზებთ, ჩვენ მზად ვიქნებით. ანუ საკმაოდ თამამი იყვნენ ამ მიმართებაში და იმისათვის მზად იყვნენ, რომ ეს ინფორმაცია ოჯახში მიიტანონ, გაავრცელონ, რა თქმა უნდა, და ასევე იმაზე შეიძლება წავიდნენ, რომ სწორედ ქცევის შეცვლა გამოიწვიონ თავის თავში, თავის მეგობრებში. ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის პლასტიკის მავნებლობა და ვიმსჯელეთ იმ ღირებულ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველოს ყოველდღიურად დგამს ერთჯერადი პლასტიკის შემცირებასა და მის ეტაპობრივ ამოღებაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქე და მომავალი თაობის წარმომადგენლები ათვიცნობიერებდნენ თუ რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული მათი ყოველდღიური არჩევანი ჯანმრთელ მომავალთან და გარემოს დაცვის საკითხებთან. ჩვენის მხრივ ცენტრი მსგავსი ხასიათის ღონისძიებებს კვლავაც განაგრძობს მომავალში იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართულობა გარემოს დაცვის პროცესებში. როგორც უკვე ვახსენეთ, აქ იყო საუბარი პლასტიკის გადამუშავებაზე და მის ზიანზე გარემოს დაცვაზე, გარემოს დაცვის მიმართულებით. და როდესაც ამას ვახსენებთ, არ შეგვიძლია ვთქვათ ჩვენი როლი ამ ყველაფერში. და პირველ რიგში მინდა დავიწყო დანაგვიანებით, რაც ძალიან დიდი და მასშტაბური პრობლემა არის დღევანდელობაში და თუ გავიხედებთ გარეთ, არ შეიძლება არ მოკლათ თვარი ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი რომ გამოვასწოროთ, ისევ ჩვენი ჩართულობა არის საჭირო და ისევ ჩვენი როლი ამ ყველაფერში.